გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. ეს მეცნიერთა კონგრესის დროა ძალიან მნიშვნელოვანი თემით. ადრე დავიწყეთ ჩვენ ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ ამას როგორც ვატყობ, ალბათ მეცნიერთა კონგრესის ერთ-ერთი უმთავრესი და საყრდენი თემა იქნება ადამიანების ჯანმრთელობა, ის რაც ვჭამთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი სოფელი და უპირველესად ყოვლისა პური ჩვენი არსობისა, როგორც იტყვიან, ეს არის მთავარი რომელზეც უნდა ვიფიქროთ ყველა, ეს რიგითი ვართ ამ ქვეყანაში თუ ხელისუფლებაში მაღალ ешელონებში ვართ წარმოდგენილი. Ყავს ჩვენ მეცნიერთა ძალიან ძლიერი გუნდი ქვეყანაში, რომელთაც უნდა უსმინოთ. ერთ-ერთი დღეს სწორედ ჩვენთან არის ეს პიროვნება, ბატონი თენგიზ ჯალიაშვილი, მინდა დიდი პატივისცემით მივესალმო და მინდა ვთქვა იმის თაობაზე, რომ რაც ამ დღეებში ჩვენ შეხვედრები გვაქვს უკვე გავაგზავნეთ ის რაც გქონდა რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით რო დავიწყეთ ვაგზელებთ ბევრმა ვიმემ ნახა მოიწონა და გამოჩნდნენ ადამიანები რომლებსაც აქვს სურვილი რომ ამ მიმართულებას მხარი დაუჭირონ ეს არის დიდი გამარჯვება აქ როგორც მეცნიერთა კონგრესის ასევე ბატონი თენგიზის უპირველესად ყოვლისა და იმ გუნდის რომელიც თვლის იმას რომ სასუქები პესტიციდები ეს არის უბედურება ეს არის ნიადაგის მოწამვლა რომ ამის გაკეთება არ შეიძლება და რომ ჩვენ შევძელით ის რომ მეცნიერთა კონგრესმა შეძლო ის რომ ძალიან ძლიერი გუნდის მონაწილეობით დაეწყო ასეთი პროექტი მეცნიერება პლუს საკუთრება პლუს ფინანსები პლუს მენეჯმენტი პლუს რეკლამა ეს ხუთი ერთეულია შეერთებული თავარი არის მეცნიერება მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს სწორედ ის მიმართულება რომელიც საქართველოსთვის საქართველოს მომავლისთვის არის უპირველესი ჯანსაღი პროდუქტები ამერიკაში ძალიან ძლიერი პოზიციები გამოკვეთა ახალმა ხელისუფლებამ აქ ლაპარაკია არა მარტო პრეზიდენტზე არამედ იმ გუნდზე და განსაკუთრებით მინდა კენედი რომელიც არის პრაქტიკულად ჯანმრთელობის მიმართულების ხელმძღვანელი და 2 ტრილიონამდეა მისი ბიუჯეტი, ესე იგი რომ როგორი სერიოზული პოზიციები ჩამოაყალიბა და მიმართულება ნახეთ, გავხადოთ ამერიკა ისევ ჯანმრთელი. ანუ ესე იგი აი ამერიკას დაუდგა ეს პრობლემა და დაუდგა ძალიან სერიოზულად. ბატონი თენგიზი ამას არგუმენტებით გვეტყვის და ბატონი თენგიზი არის ის პიროვნება, რომელსაც დიდი ურთიერთობა აქვს სწორედ ესე იგი ამ კენედისთან, მის გუნდთან, პროფესიონალებთან, სოფლიოში მიღებულ ამ კუთხით მომუშავე მეცნიერებთან. ბატონი თენგიზი 20 წელი მუშაობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში, იყო სწორედ კვების მიმართულების ინსტიტუტის დირექტორი და ყავს ასეთი გამოცდილების მქონე პიროვნება. აი ასევე რამდენიმე კაცი შოთა ჩხეიძე, რომელიც ჩვენი გაეროშსა და ნატოში იყო სურსათის წარმომადგენელი, ანუ ამ საკითხებზე ვთქვათ, იგივე რამაზ გახოკიძეს, გიანა დარეიშვილს, ბატონ ზურაბ ქუნსიაშვილს ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება და ამიტომ ამ შემთხვევაში ის კონტაქტები რომელიც გააჩნია ევროპასთან ის გამოცდილება რომელიც გააჩნია ევროპაში მუშაობის და ის კონტაქტები რომელიც დღეს აქვს ბატონ თენგიზ მის დიდ მეცნიერულ ცოდნასთან ერთად არის საოცრად მნიშვნელოვანი ჩვენ რეალურად ბატონი თენგიზის სახით ყავს პიროვნება რომელშიც შეერთებულია ძველი და ახალი გამოცდილება ეს არის სამომავლოდ ძალიან კარგი და ამიტომ გამიხარდა რომ დღეს შემოგვიერთა ჩვენ ამ საუბარში ბატონი ნიკოლოზ მებაღიშვილი ძალიან აქტიურია ბოლო პერიოდში არა მარტო ამ ტელევიზიაში და ძალიან კარგი რაღაცები დღეს 6 საათზე სამეთვალყურეო საბჭოს ხდომა და ძალიან კარგი რამეები იკვეთება ნახოთ როგორ დასრულდება და ამას შემდგომში ვიტყვით ამის თაობაზე ტელევიზიას ჭირდება დიდი მხარდაჭერა და სწორედ გამოჩნდა კაცი რომელსაც სწორედ ეს ხედვა აქვს რომ ამ ტელევიზიის და ეროვნული ტელევიზიის გარეშე და ეროვნული პოზიციის ტელევიზიის გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს ანუ ზუსტად იგივე ხედვა როგორიც ჰქონდა მერაბ ბერძენიშვილს როგორიც ჰქონდა რეზო ჩხეიძეს ანზორ რქომაიშვილს და ძალიან სასიამოვნოა რომ აი ასეთი ადამიანების სიმრავლე უკვე არის ტელევიზიის ირგვლივ. ძალიან კარგია ისიც რომ
აი აგერ დღეს პირველად შევხვდით ჩვენ, ასე ყოველ შემთხვევაში ბატონ აბესალომ ხუციძეს, რომელიც რიონის ხეობაში იბრძვის იმისთვის, რომ ის არ აშენდეს ის ბატონ გოლეთიანთან ერთად, სხვებთან ერთად და მან გამოთქვა სურვილი, რომ რადგან თქვენ აცხადებთ, რომ ტელევიზია თავისუფალია, აი აგერ მოვიდა კაცი გარედან და ამბობს იმას, რომ ჩვენ ვეუბნებით, რომ თქვენ მზად ნებისმიერი რაც გინდოდათ იტყვით, მაგრამ ჩვენი მთავარი თემა, ასე შევთანხმდით ჩვენ ბატონ ნიკოლოსთან ერთად, რომ მთავარი არის პური ჩვენი არსობისა და მთავარი სიტყვა სწორედ ბატონ თენგიზ ჯალიაშვილის. მადლობას მოგახსენებ ბატონ თეიმურას, პირველი გოგიდოლიძე უმღეროდა ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ხმები. გადასარევია. პირველი ჩემი მიხარია, რომ ქართველებთან ერთად ყოფნა უკვე დალოცვილია ამ ტელევიზიის მიერ. მეორეც ერთი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ძალიან სოლიდური ბიზნესმენთან შეხვედრის ორგანიზებისთვის, რომელიც სწორედ აი ამ პურს ეხება და მე მინდა კითხვათ დღეში რამდენ პურს აჭარბთ თქვენ? ხო ეტყობა. არა, მაგალითად მაინტერესებს. ერთი პურს ალბათ გიახლოვდა. პატარას თუ დიდს? უფრო პატარას. ეს არა ვარ დიდი მამაის პურის ჭამელი, მაგრამ პურის ჭამელი როგორ არა ხარ კაც? პური გიყავ. პურის ჭამელი გიხარ. სად არის წარმოებული პურის? სად არის წარმოებული პური? ის წარმოებული პური არის ჩემი ინფორმაციით საქართველოში. ანუ თვითონ ქვილი შეიძლება შემოტანილია, მაგრამ აქ ტექნიკურად აქ აკეთებენ რასაკვირველია ჩვენი ხაბაზები რა. ხორბალი, მე მგონია ხორბლიდან არის ეს პური და ხორბალი იწარმოება საქართველოში. ხო, მაგრამ ქვილი თვითონ მე ვიცი, რომ თქვათ იმპორტით არის ნასაზრდოები საქართველოს ბაზარზე. ბატონ თემურას, თქვენ იქნებ კომენტარი გააკეთოთ, რა რაოდენობის პურს ვაწარმოებთ ჩვენთან და რა რაოდენობის ჩვენი პრობლემა არის ის, რომ აბსოლუტურად უდიდესი ნაწილი ხორბლის შემოტანილი გვაქვს გარედან. ხორბალში ჩემი ინფორმაციით ჭარბობს ასე იგი ის ნივთიერებები, რომელიც რეალურად ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ პურს ყარა და ყველა ვჭამთ ამას. ის პური, რომელსაც ჩვენ ვჭამთ, ეს არის გავატყოფობაზე უფრო ორიენტირებული ვიდრე ჯანმრთელობაზე და ამიტომ გვინდა ჩვენ რომ ეს საუბარი დაიწყოს. ღმერთმა ქნას რომ მე ვწდებოდე, მაგრამ საქართველოს უნდა შეძლოს პურის წარმოება გაზარდოს, ხორბლის წარმოება გაზარდოს, საქართველოს უნდა შეძლოს რომ პესტიციდები, სასუქები გამოყენებული არ გქონდეს და სასუქების გარეშე მივიღოთ ბევრი რამ. პირველი ჩემი დიდი მადლობას მოგახსენებთ ამ კომენტარისათვის, მადლობას მოგახსენებთ თქვენ რომ პურს მიირთმევთ. და მე ხა გეკითხები თქვენ რომ პურს მიირთმევთ თქვენ რისთვის რომ ჯანმრთელები იყოთ ხო სწორად? პურში რა შედის ისეთი რომელიც თქვენ ჯანმრთელობას ხელს უწყობს? შეიძლება კი განაცხადა, მაგიტომ გეკითხები თქვენ. ჩემი აზრით არის ესეთი სიტუაცია. ჩვენ წერთა აღრიცხვამდე დადასტურებულია რომ მე-8 საუკუნეში აწარმოებდა ქართველი პურს, ხორბალს და ღვინოს. ანუ ეს არის უძველესი, ანუ პრეისტორია თვითონ ქრისტიანული თვალსაზრისით, ანუ ქრისტემდე 8 საუკუნის წინ აწარმოებდა ქართველი, ასე ვთქვათ, ხორბალს და ღვინოს. ეს არის ორგანული ქრისტიანული ერი ერთის მხრივ. რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვას, პური არა მარტო ეს საკვები დანიშნულება აქვს ქართველისთვის, ეს არის ღვთაებრივი დანიშნულების საკვები. ანუ პური არის როგორც მოგეხსენებათ სახარებისეულად ხორცი ქრისტესი და ღვინო კიდევ სისხლი არის. აქედან გამომდინარე ის მარტო კვებითი დანიშნულება პურს არ გააჩნია. ეს არის მადლი, თუ გინდა გქონდეს ადამიანს, პური უნდა მიიღო. თუ გინდა რომ ქრისტიანი გეწოდებოდეს, პურიზე უარი არ ასუდეს არ უნდა თქვა. ანუ პური ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები და არა მარტო მადლით სიარება მაგალითად პურისა და ღვინით ხდება. აქედან გამომდინარე პურს არა მარტო კვებითი დანიშნულება, არამედ ღვთაებრივი დანიშნულება აქვს ქართველისთვის. მე ესეთ კომენტარს გავაკეთებ. დიდი მადლობა, ძალიან კარგი შესავალი გამიკეთეთ. ეხლა ცოტა რეალობა შევხედოთ. პური იწარმოება ეთანხმებით ხორბლისგან.
მაგრამ ეს ხორბალი როგორ მოყავთ? ეგ არის უმთავრესი, ეს არის ჰერბიციდებით მოყვანილი, ეს არის უამრავი და კიდევაც ჰერბიციდებით აშრობენ, მაგალითად გლიფოსფატით, რომელიც არის კანცეროგენული და შესაბამისად იმას ვერავინ აღარ მოაშორებს და შესაბამისად იმ პურს გამოყვება ის შხამქიმიკატი, რომელიც შემდეგ გამოცხობისას ამ ფქვილიდან დამზადებულ პურში არის ის გარკვეული პესტები და ის შხამქიმიკატები. ეხლა ისმის საკითხი გარდა იმისა, რომ პურში, ხორბალში გროვდება პირველი ჯეჯილი, ხორბლის ჯეჯილი არის ერთ-ერთი სამკურნალო შეიძლება ითქვას, მაგრამ სამკურნალო რატომ არის? მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ უნდა იყოს, მაგრამ არ არის, ვინაიდან NPK-ი, აზოტი, ფოსფორი, კალიუმით არის ძირითადად სასუქებით მოყვანილი, მაშინ როდესაც ჩვენს ადამიანის ორგანიზმს სჭირდება დაახლოებით 34-ზე მეტი. მაგრამ 110 არის ნანახი ჩვენს ორგანიზმში. ოქროც კი არის ნანახი ჩვენს ორგანიზმში, ზოგადად ოქროსკაციო რო ამბობენ, ალბათ იმაზეა გათვლილი. და შესაბამისად, აი ეს მიკროელემენტების ნაკლებობა, ეგ არის ფარული შიმშილი, რომელიც იწვევს ძალიან ბევრ ქრონიკულ დაავადებებს, განსაკუთრებით ბავშვებში. გონება ჩლუნგობა, უამრავი სხვა დაავადებებია და შესაბამისად ისმის საკითხი, რომ აი თქვენ რომ წინვალე ჩამოაყალიბეთ, რომ აი ჩვენთან ღვინოსაც აი ქვევს მაგალითად რომ მოხსნიდნენ, ვინმე ფილტრავდა იმ ღვინოს? არა. ვინმე გადაცვლა, გაუფილტრავი ღვინო. გამორიცხულებითია. ესე იგი, მაშინ რა ყველაზე ნატურალური დღეს რატო ფილტრავთ თქვენ? ისა. იმიტომ რომ დაბიჯურებული ეს დათუთ შხამქიმიკატები და 1000 ალბათ ამ სავარაუდოდ. ესე იგი, ღვინოს გადაუხვიე და ის წინვალე ღვინო, რომელიც იყო სამკურნალო, ჩვენთვის სამკურნალო ღვინო იყო, რომელშიც შედიოდა მიკროერენემები, სტრესილები, ძალიან ისვავდა სწორედ ამას და ასვავდა ჩერჩილსა და რუზველტს და ძალიან პოპულარები იყვნენ ისინი. აქ ქვევრით მქონდათ პირდაპირ სტალინთან და შესაბამისად პურიც როცა ცხება წინათ კალოზე და იმაზე აშრობდნენ ხოლმე ამ იმას და გაცეხვას იმაშებოდა. ეხლა ისმის საკითხი, რომ წინათ ჩვენი ნიადაგი არ იყო დასნებოვანებული ამ უაზრო სინთეტიკური სასუქებითა და შხამქიმიკატებით, ხო? და ის იყო ნამდვილად ჯანმრთელი პური, რომელსაც მართლა ორგანიზმში შეკონდა ის მიკროელემენტები, რომელიც ჩვენ გვჭირდება ყოველ დღე, ვინაიდან ოფსთან და შართან ერთად კარგავთ ამ მიკროელემენტებს და აღდგენა ჭირდება, ხო, ეს ყველაფერი. და ეხლა დღეს მე ძალიან მიხარია, რომ ბატონ თეიმურაზმა ამას შეიძლება ითქვას ზურქარი მიცა, რომ საქართველოში ვაწარმოოთ და აღვადგინოთ ის ძველი ტრადიციები, რომ საქართველოში ჩვენ ვაწარმოოთ პური, აი პირველი ქართული პურია დღევანდელი, რომელიც არის სუფთა ქართული უძველესი ჯიშიდან დამზადებული. რასუნი აქვს, რა გემო აქვს, კაცო, რა სასაულია. მე უბრალოდ მინდა რომ დასუნოთ, ესა გადაგიგეთ მოგცემთ დასუნოთ ეს ისა და გადაეცეთ თქვენ იმასაც რომ დასუნოთ ამ ისა ქართული პური. ხალბატონ მარის გვინდა მადლობა გადაუხადოთ რომ მარიამ კიკაძე, რომელიც სასაუბრ რამეს აქვს. ხო, ესე იგი, ეს არის სუფთა ქართული პური და ეს ქართული პური ჩვენ გვინდა ვაქციოთ სამკურნალო პურად, ოღონდ რომ მასში აღვადგინოთ ის მიკროელემენტების რაოდენობა, რომელიც იყო ძველ ქართულ პურში, რომელსაც ქართულ პურს რომ გატეხავდნენ და ქვევრის ღვინოს, ქვევს თავს რომ მოხდიდნენ და აი ეს ორივეში იყო უზარმაზარი ელექსირები, ბუნებრივი ელექსირები და ადამიანის ჯანმრთელობისთვის ეს იყო პრევენცია ქრონიკული დაავადებების, ეს იყო აღდგენა ენერგიის და ყველაფერი შეიძლება ითქვას. სწორედ აი ამ კუთხიდან გვინდა რომ ჩვენ 8 მილიონი ბოთლი გაგვაქვს საზღვარგარეთ, ვყიდით $2.30, მაშინ როდესაც აქ უფრო ძვირად ვყიდით ღვინოს, თანაც გაფილტრულია და ვემგზავსებით ევროპას, რატომ დავემგზავსოთ ევროპას, ჩვენ განისწავლონ ევროპამ, როგორი ღვინო გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება გაუფილტრავი ქვევრის ღვინო, რომელშიც არის ყველა ის ელექსირები, გაფილტრისას ჩვენ ვკარგავთ. ამ იმაზე, ამიტომ ბოთლების რახარუხი კი არ უნდა იყოს, ან შემოტანილი პურზე კი არ უნდა იყოს აგებული ჩვენი ერის მომავალი კეთილდღეობა, არამედ ჩვენ უნდა იყოს ჩვენი წარმოებული პური, ჩვენი წარმოებული ღვინით და ჩვენი წარმოებული პროდუქტებით. ხელი გვაქვს ყველაფერი. ეხლა როგორ უნდა ვაწარმოოთ?
დღეს მქონდა აბსოლუტური დეტალური გარჩევა და გუშინაც ჩვენ დიდი მადლობა ბატონ თემურას რომ იმ სოლიდურ ბიზნესმენთან ჩვენ დეტალურად გავარჩიეთ ეს ყველაფერი, როგორ უნდა ვაწარმოოთ რომ ეს იყოს პური, რომელსაც ექნება აი თქვენ როგორც ბრძანეთ საუკუნეების წინათ, 8 საუკუნის წინათ რომ ქართულ ღვინოსაც ვაწარმოებდით ქართულს და არა ევროპულს. ეს დადასტურებულია მეცნიერულად. ხო, ეს ამბავი ხო და ამავე დროს პურსაც ვაწარმოებდით ისეთ რომელსაც მართლა სუნი ქონდა და იმას ჭობორტის პომიდორსაც რომ მივაყოლებდით რომელსაც ქონდა გენიალური არომატი და სუნი და გემო და სასარგებელი იყო სწორედ აი ეს ყველაფერი საჭიროა რომ აღდგეს და ესე იგი, კვებითი ღირებულება აუცილებელია, რომ აღდგეს ყველა ჩვენ საქართველოში წარმოებულ პროდუქტებისა. და ეხლა გეტყვით, რომ შეიძლება რომ ამ პატარა საქართველოში ჩვენმა პატარა ერმა თავისი სამყოფი, საკვები პროდუქტები ვაწარმოოთ. შეიძლება პირველი ვაწარმოოთ ყოველგვარი შხამქიმიკეტების და იმის გარეშე. როგორ? მაგალითად როგორც სიკიმის შტატმა, რომელიც არის ინდოეთის შტატი, ეხლა ინდოეთის მოსახლეობა და საქართველოს მოსახლეობა არ შეეძრება, ხო სწორია? ერთ სოფელში მეტი ცხოვრობს ვიდრე საქართველოში. ზუსტად ეგრე. შესაბამისად თუ 2016 წელში სიკიმის შტატი 100%-იანი ორგანული გახდა და 2018 წელში სიკიმის შტატმა მიიღო FAO-ს ოსკარი, რომ 100%-იანი ორგანული მსოფლიოში გახდა, დიდ კონკურენცია. დიდი ამბავია ძალიან. და შესაბამისად თუ და ასევე სხვა შტატებიც გადადიან ორგანულზე, 100%-იანი ორგანულზე, ეხლა რა გვჭირს ჩვენ ეხლა ისეთი რომ მაინც და მაინც შხამქიმიკატებით უფრო იმდენი ქრონიკული დაავადებებია, სწორედ ამიტომ გამოწვეული და დღევანდელ დღეს რობერტ კენედიმ გამოაცხადა რომ გავხადოთ ამერიკა უყურეთ სიტყვას ბატონო თემურაზმა თუ შეამჩნიეთ ისევ ჯამთელი ესე იგი ჯამთელობა დაკარგეს და აღდგენა სჭირდებათ მათ ამ ჯამთელობისა აი ახლა თუ თქვენი მოსაზრებები ამ იმაზე რომ ეს მაჰა ანუ make America healthy again ანუ გავხადოთ ამერიკა ისევ ჯამთელი თქვენი მოსაზრება რომ გავხადოთ საქართველოს ისევ ჯამთელი და ჩვენი ბავშვებს გავუკეთოთ მომავალში პურიც ღვინოც და უალკოჰოლო ღვინო შეგვიძლია და ის ენერგეტიკული სასმელები კი არ მივცემს ხო გაგახარეს მერტი აი სამკურნალო ჩუჩხელაც სამკურნალოა იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ეგრეთ წოდებული ფუნქციური საკვები ჩვენი საცივი ჩვენი ჩუჩხელები ყველაფერი ფუნქციურია ელამუში გაგახარეს მერტი აი სწორედ ეგენი ესე იგი ჩვენ შეგვიძლია რომ პირველი ნომერი რა არის ჯანმრთელობა და ადამიანის ტვინის ნორმალური ფუნქციონირება ხო სწორია თუ ამას ყურადღება არ ექცევა რა დანარჩენი ვერაფერს ვერ მიაღწევთ ვერაფერ გამორიცხულია დანარჩენი ყველაფერი არის მე-10 და მე-5 ხარისხოვანი ჩვენ გვჭირდება ბავშვები ჯანმრთელი მათი ჟივილხივილი ისმოდეს და ის რასაც ამერიკაში მოხდა ღმერთო დაგვიფარე მაგისგან იმიტომ რომ თუ წინათ იყო ერთი ბავშვი აუტისტი 10000 ბავშვი ეხლა არის 36 ბავშვი და ეხლა აბსოლუტურად ახალი მონაცემებით ერთი ბავშვი არის 33 ბავშვი უკვე აუტისტი ეს ხომ წარმოიდგინეთ ეხლა ის ოჯახები ესე კიდე ერთხელ ციფრი ბძანეთ იმიტომ რომ მე კი ვიცი მაგრამ მაინც ხალხმა რომ მოისმინოს ესე იგი ამერიკაში ყოველ 10000 ბავშვი თვითონ ტრამპმა თქვა რომ 1.36-ო და ეხლა ახალი მონაცემებით 1.33 დაფიქსირდა რომ 1.33 ხო მაგრამ გასაგებია მაგრამ ერთი ბავშვი არის 33-ში აუტისტი მაშინ როცა იყო ერთი ბავშვი 10000 ხო ამას ვამბობ 10000 ამერიკელ ბავშვი ერთი ბავშვი იყო აუტიზმის დაავადებული ხო და ეხლა 36 ბავშვი ერთია ხო 33 ბავშვი ერთია კატასტროფაა ეს კატასტროფულის და არის ჯარში ვერ მიყავთ რა არის ამის მიზეზი არის საკვები და წყალი და დაბინძურებული ყველაფერი ხაერი წყალი ბატონ თენგის ოტი სელიანი ამბობდა რომ პური არ არის ძღომის საშუალება პური არის პური ჩვენი არსობისა ასე წერია იმ დიწიგში რა არსობისა ანუ ეს სულის ნაწილია არსებობის ადამიანის არსებობის და არა ძღომის და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა თქვენ ბძანეთ აქ და ახლა ის პიროვნება ვინც დაინტერესდა ამით რომ მოითხოვა მოусმინა ამის წინ ბატონ თენგის ჯალიაშვილს
ანუ ტელევიზიას უყურებს ეთყობა, ისეთი ინტელიგენტი კაცია, უყურებს და თხოვა მე რომ თუ შეიძლება ვთქვათ მინდა შევხვდები ეს არის ბატონი გოჩა ძასოხოვი და მე ვთხარი რომ კი ბატონო ვიცნობთ გუშინ იყო შეხვედრა და თქვენ დარწმუნდით რომ თვითონაც როგორ პროფესიონალურად განიჟდა ყველაფერს და როგორ გითხრათ რომ ოღონდ ეს გააკეთეთ თქვენ და ესე იგი მე მარტო თუ ვერ შევძლებ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ქვეყანა ვინმეს იმაზე ოღონდ ამას აი ეს არის ეროვნული ეს არის ქართული ეს არის კეთილი განწყობა გუშინ თქვენი საუბრეთ ახლა ქალბატონ მარიამზე და მანაც გადაწყვიტა რომ აი ქალბატონი მარიამის ფირმის საშუალებით წავიდეს ახლა ეს პური სწორედ ქალბატონ მარიამ კიკაძემ გამოაცხო წავიდა თბილისიდან ის ნახევარი თქვენ ბატონო აგერ სალში ესე იგი თბილისიდან წავიდა პატარძეულში ჩავიდა მიწა აქვს და კავკასიის უნივერსიტეტის რექტორთან ბატონ კახა შენგელიასთან ერთად გამოყავს ახალი ჯიშების, ახალი კერო უბრალოდ უძველესი ჯიშების აღდგენას გამოითხოვა, აღადგინა, სასაულ რამეს აკეთებს და აი ბატონი გოჩა ამბობს რომ ეს ჯიშები დავთესოთ შემდგომში კიდე, გამოვიყენოთ და ამავე დროს იქ ბატონმა კახა შენგელიამ იქეთ ბატონმა გოჩა მიცა საშუალება რომ 30 გექტარზე ესე იგი მოიწვიოს ანუ საქართველოში არის ეხლა 30 გექტარი სადაც ვიცი დარწმუნებული ვართ რომ კაცი რომელიც ჩაქუჩი დადის და ამბობს რომ თავში ჩავარტყამ ჩაქუჩს ვინც პესტიციდს და იმას აყენებსო და ამბობს იმას რომ ყველა ამას აკეთებსო მაგრამ აღმოჩნდა ერთი პიროვნება რომელიც ისეთივე განწყობითაა როგორც ბატონი თენგიზი ნუ ამ შემთხვევაში პრაქტიკოსი ეს ქალბატონი მარიამი და ეზოში ეხლა პირველად ნახე კრუხი რომ იჯდა იმაზე რა ქვია კვერცხებზე რომ იჩეკება ამის იმი თელი ოჯახი ასეა დედა ეს არის სასაული რამ აი ამიტომ ამის ხელი შეწყობა არის უდიდესი საქმე და მადლობა რომ თქვენ მეცნიერულად ეხმარებით თვითონაც ასე რო აქტიურობს და აი ასე ბატონმა კახა შენგელიამ ბატონმა გოჩა ძასოხოვმა აი ესეთი ფართო პლანის მოქმედების საშუალება მიცეს აი როგორ გავზარდოთ აი ამაში ის მიკროელემენტები რომელიც თქვენ გჭირდებათ როგორ გავზარდოთ თქვენი მოსაზრებაც სოფლიდან ხარ მე უბრალოდ მაგდენი არ ვიცი იმიტომ რომ 25 წელიწადი მოსკოვში ვცხოვრობდი და მაგრამ ის ვიცი და იმას გეუბნები რომ ბაბუას ორი მოსავალი მოყავდა ლეჩხუმში ორი მოსავალი პირველი სიმიცა და ლობიოს რომ მოიწევდა მე ხორბალს თესავდა და ხორბალი კიდე მოყავდა ესე იგი ასრებდა ერთასთან მეორესაც უკვე და ორმოსავლიანობა იყო ბაბუას არ დაემგავს ემერიკაც ვერ გამსგავსე და ჯერჯერობით სასუქად რას ხმარობდა ნაკელი იყო ძირითადად ნაკელი იყო ჩვენი სასუქი მაგრამ იქ საქონელი თუ არ გაყოლა იგი თუ არ გაყოლა საიდან იქნება ნაკელი ხო იცით მე პირველ რიგში მინდა აღნიშნო რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი თემები რომელზეც ბატონი თენგიზი საუბრობს იმიტომ რომ დღეს მართლაც მომრავლებული არა მარტო რაც ახსენეთ თქვენ აუტისტი ბავშვების რაოდენობა ქრონიკული დაავადება რასაკურველია ონკოლოგიური დაავადებებმა მოგესალმება ძალიან იმატა და ერთ-ერთი უმთავრესი და ძირითადი ეს ამის გამომწვევი არის სწორედ საკვები პროდუქტების ესე იგი არაჯანსაღი მდგომარეობა რაც არის საქართველოში რაც შეეხება აი თვითონ რა უნდა გამოსწორდეს მე თვითონ იურისტი გახლავართ და მე სპეციალისტი ნამდვილად გახლავართ მაგრამ ჩემი გუმანით და ჩემი ინტუიციით თქვათ უნდა მოხდეს ყველაფერი გათვლა მიზანსრაფვა და მიზანი უნდა იყოს იმისა რომ ესე იგი ყველაფერი იყოს ნატურალური როგორც თესლი ასევე აი ნაკრას რო ახლა სასუქებიც არა შემოტანილი უცხოეთიდან რაღაც გაურკვეველი ნივთიერებების შემადგენლობით დატვირთული თქვა სასუქები არამედ ასე თქვა საქონლის ორგანული უნდა იყოს გასატვირთულია ისეთი რომ რომელიც თქვა არ შეიცავს არაფერს შამქიმიკატს და არაფერს აეჭვს აი ეს არის ჩემი აზრით გამოსავალი და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ესე იგი აი ეს მიდგომა რომ საქართველოში ისეთი ღვთაებრივი მიწაა მართლაც ისეთი მდიდარი მიწაა რომ აქ მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ თუ იქნება მაღალ პროფესიონალური მიდგომა მეცნიერების მხრიდან, სპეციალისტების მხრიდან, აქ შესაძლებელი არის რომ ბაწარმოოთ ხორბალი აბსოლუტურად ნატურალური მოიწიოს და ქართულმა
მოსახლეობამ აბსოლუტურად ჯანსაღი პროდუქტი მიიღოს. იურიდიულად როგორ უნდა გავაკეთოთ ეგ რომ შამქიმიკატები ტონობით არ შემოდიოდეს აღრაფი. დიახ, ძალიან კარგი შეკითხვა, მადლობთ ამ შეკითხვისთვის. ესე იგი, საკანონმდებლო დონეზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე საკომიტეტო მოსმენები უნდა გაიმართოს სოფლის მეურნეობის კომიტეტი არსებობს პარლამენტში, უნდა მოიწვიონ აქ სპეციალისტები და რომ არ შეიქმნას დეფიციტი სასუქების და მთლად ეს თქვა პირველი წლების განმავლობაში რაღაცნაირად არ დავჭით მშივრები, აქედან გამომდინარე უნდა ვიყოთ რაღაცნაირად ბალანსი უნდა მოხდეს, ასე თქვა შემცირებისკენ წავიდეს შემოსული ასე თქვა პროდუქციისა, ხო და აი მაგას ვამბობ, ერთ თვეში და ორ თვეში ჩემი აზრით აი ეს არ ვერ მოხდება, გარკვეული დრო სჭირდება იმას, რომ ასე თქვა მიზანი უნდა იყოს სახელმწიფო ის, რომ ჩაანაცვლოს ადგილობრივი ნატურალური. დიახ, აი ეს ნელ-ნელა ნაბიჯ უნდა მოიცვას მთლიანად. რამდენი წელი გაგრძელდება იურიდიულად? ეს სპეციალისტები უნდა გითხრან, ანუ რამდენად არის დამოკიდებული ქართული მიწა და სასუქები უცხოურ პროდუქციაზე და რამდენი არის ადგილობრივი და აქედან ამ ბალანსის შესწავლის ნიადაგზე უნდა გამოიტანონ დასკვნა. ეს არის ჩემი სიკიმის შტატის გუბერნატორმა სიკიმის გუბერნატორი იჭერდა იმ ხალხს, ვისაც პესტების იმპორტს აკეთებდა და დაიჭირა და აუგზალა საერთოდ შემოტანა და მთელი ეს ფერმები და ისინი გადაიყვანა. აი ეს ორი რატომ ნაკელი? გეკითხებით თქვენ რატომ ნაკელი? ნაკელი, არ ვიცი, მე ასე მგონია რომ საღია და მოუწამლავი და იგია და არ შეიძლება. იცით მე ამაზე კიდე ერთ გეტყვით